რა არის ხილვა? ჯერ კიდევ არაფერი მithქვავს რა არის ხილვა, როდის მოდის ხილვა ადამიანში, რა მდგომარეობაში ან საერთოდ ვის შეიძლება მოევლინოს ხილვები. ხილვები კარგი გაგებით არის მდგომარეობა ადამიანისა, როდესაც ჩვენ ვიცვლის შეგრძნებას არსებული რეალობასა და გრძნობთ და ვხედავთ იმას, რასაც ჩვენ ხილვის სახით მოგვევლინება. ანუ კარგად რომ განმარტო, ადამიანი, რომელსაც ხილვა ევლინება, ხვდება ორ მდგომარეობას შორის. რას ნიშნავს ეს? ჩვენ ვტოვებთ არსებულ რეალობას, ანუ გამოვდივართ ჩვენი სამყაროს რეალობიდან და შევიგრძნობთ და ვხედავთ ირეალურ სამყაროს, საიდანაც მოდის ადამიანში ხილვა, ანუ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ თავში შემოდის და მომენტალურად მას აღიქვამს ჩვენი თვალები და ამ ყველაფერს ვხედავთ რეალურად. თუ ეს ყველაფერი ცოტა დამაბნეველი არ არის, მკითხელი ვზის და მას ხმას ჩასვდებით შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თუ რა არის ხილვები. კაცობრიობის არსებობის მანძილზე სულ იყვნენ ადამიანები, რომელთაც ევლინებოდათ ხილვები, რომლებიც უკავშირდებოდა მოსალოდნელ მოვლენებს სამყაროში, ან უფლისგან რაღაც მინიშნებებს, ზოგ შემთხვევაში მათი თვალისწინებენ, ზოგში არა. ხილვა ყოველთვის ევლინება იმ ადამიანებს, რომლებიც სულიერად და მორალურად მაღალ საფეხურზე დგანან, ან ადამიანებს იმ კატეგორიას, რომლებსაც ჩვენ რჩეულებს ან სულად წმინდანებს ვუწოდებთ. ბევრჯერ მაქვს ხოლმე შემთხვევა, როცა ხილვები ერევათ ლიოციდურ სიზმრის მდგომარეობაში. ეს არ არის სწორი, რადგან ხილვა ადამიანში ძილის მდგომარეობაში კი არა და ის ჩვეულებრივ ნებისმიერ დროს შეიძლება მოგვევლინოს. მე ამის საკმაო გამოცდილება მაქვს და მადლობა უფალს, რომ ღირსი დამხადა იმ საოცარი ხილვებისა, რომლებიც მევლინებოდა ხოლმე. ხილვაში ნანახი მოვლენა ადრე თუ გვიან აუცილებლად ახდება და ამ ყველაფრის ახსნა წინასწარ შეუძლებელია, რადგან ყოველი მინიშნება ზემოდან მოდის და შეიმეცნო უფალი, ეს ძალიან ძნელია. როდესაც პირველი ხილვა მომევლინა, ეს ძალიან ემოციური და შიშის მომგვრელი მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან ვერ გავარკვიე ზუსტად რა ხდებოდა ჩემს თავს და ძალაუნებურად შიშის მომგვარა. ხილვა, რომელიც მე მომევლინა, რამდენიმე საათში სრული სიზმრის დახვდა და ცოტა არ იყოს დავიბენი კიდეც, მაგრამ როცა უფალი მის უფლებას გაძლევს, ვისაც ხვისთვის დაფარულია, შენთვის კი ხილული ხდება, ამას ძალიან დიდი გაფრთხილება და დაფასება სჭირდება და მე ეს შევძელი, რადგან არ ვიქნებოდი დღეს ის, ვინც ვარ, რომ არ ჩამებარებინა ყველა გამოცდა, რომლებიც უფალმა მომივლინა და მაჩუქა უსაზღრო სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, ჯანმრთელობა და მკურნალი ხელები, რომლებიც არის ბევრი ადამიანისთვის შველა და დაბრუნებული ჯანმრთელობა.